ბაბილონის გოდოლს ლამის მთელი დედამიწა აგებდა. გადმოცემის თანახმად, როდესაც ბაბილონის გოდოლის ბოლო აგური დაიდო, ყველაზე მაღლა მყოფმა ადამიანებმა ზეცას ისრები დაუშინეს. ზეციდან კი სისხლი გადმოდინდა. მათ იფიქრეს, რომ ანგელოზები თუ ღმერთი დააზიანეს და გაიხარეს ამით. სინამდვილეში კი ეს სისხლი არ ყოფილა. სინამდვილეში ეს იყო მეტეორი. მეტეორის დაცემის შედეგად ბაბილონის გოდოლი მთლიანად დაიშალა და დაინგრა. ამის შემდეგ ჩვენ ყველამ ვიცით, რაც მოხდა. ღმერთმა ბაბილონის გოდოლის მაშენებლებს ენა აურია. ხალხი გაიფანტა შინარიდან, იგივე შუმერიდან. დიახ, ბიბლიურად შუმერს ქვია შინარი. ქამი და მისი შვილები სამხრეთისკენ წავიდნენ, მაგრამ ქამის ვაჟმა ქანაანმა დაინახა ლიბანის მიწა, ეგვიპტის, იგივე ნილოსის მდინარემდე და მოეწონა იგი. მან არისურვა დასავლეთით თავის წილმიწაზე წასულა და დარჩა ლიბანში. მისმა მამამ, ქამმა და ძმებმა, კუშმა, მიზრაიმმა და ფუთმა უთხრეს მას, შენ დასახლდი მიწაზე, რომელიც შენი არ არის და კენჭისყრით შენ არ შეგხვედრია. ნუ იზამ ამას, ნუ დასახლდები აქ, თორემ შენ და შენი შვილები წყეულნი იქნებით და ამოწყდებით. ნუ სახლდები სემის სამკვიდროში. მაგრამ მან არ დაუჯერა და დარჩა ლიბანის მიწაზე, ჰამათიდან ეგვიპტემდე. სწორედ ამიტომ ეწოდა ამ მიწას ქანაანი. იაფეტის შვილები კი ზღვისკენ წავიდნენ. მადაის არ მოეწონა თავისი წილი ზღვის პირას და სემისა და არფახადისგან თავისი ცოლის ძმისგან ითხოვა მიწა. იგი დასახლდა მხარეში, რომელსაც თავისი სახელი მედია დაარქვა. რას ვიგებთ ამ ტექსტიდან? სემის, ქამისა და იაფეტის შვილები არ სახლდებიან თავის წილხვედრ მიწაზე. არამედ ისინი იჭრებიან თავიანთი ძმების ან თავიანთი ბიძაშვილების მიწაზე. არამის შთამომავლები გენეტიკური კოდით შეიჭრნენ ღევანდელი ევროპის კონტინენტზე. ისინი დასახლდნენ იაფეტის შვილების კუთვნილ ტერიტორიაზე. მე მგონი თუბალი და მესეხის შვილები, ანუ ქართველები, ერთადერთნი ვართ, ვინც არასხვისი მიწები დავისაკუთრეთ, არამედ ჩვენი მიწებიც კი გავეცით. ჩვენ ფეხი არ მოგვიცვლია იმ ტერიტორიიდან, რა ტერიტორიაც ხვდა წილად. თქვენ წარმოიდგინეთ და ამაზე 10-ჯერ მეტი ტერიტორიაც გვეკუთვნის. ქართველები სხვას არაფერს არ ვართმევთ, არამედ ჩვენს ჩუქნით ხოლმე პირიქით. აი ამ ხალხს ნოესთან დადებული ფიცი გატყდა, ვისაც რომელი მიწა მოესურვება, იქ სახლობს. ეს ყველაფერი კი იწვევს თავად ამ ხალხში უბედურებას. რაც არ გერგება, არ შეგერგება. სადაც არის თქვენი მიწა, იქ უნდა სახლობდეთ. ჩვენს მიწაზე ვართ, ჩვენს აღთქმულ მიწაზე. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილგზაზე გატაროთ მუდამ. სადაც არის სიმართლე, იქ არის ღმერთი და სადაც არის ღმერთი, იქ არის გამარჯვება.